საქართველოში წარმოებული ნებისმიერი პროდუქცია მნიშვნელოვანია ქართველებისთვის და არა მხოლოდ ქართველებისთვის. მით უმეტეს ეს ოდესაც ხარისხზეა ორიენტირებული. 2020 წელს დაწყებული საქმე როგორ დაიწყო? კი ბატონო, იდეას 2020 წლამდე ქონდა განვითარება, მანამდე ესე ვთქვათ, მონახაზი გაკეთებული ქონდა უკვე. ბევრი წლებით ადრე იყო, უბრალოდ ჩანაფიქრი იყო, თავიდან როგორც ხდება ოცნება იყო, შემდეგ ვიმუშავეთ ამ საკითხზე, როგორ შეიძლებოდა რომ რეალობად გვექცია და შევიკრიბეთ და დავიწყეთ ამ იდეის ნელ-ნელა რეალობად გადაქცევა ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს ეტაპს მოიცავს წარმოება და მე იაპონელები იყვნენ ძალიან მაგიდაზე, იდეიდან და იდეიდან მოყოლებული ვქმნით ნახაზებს, ინჟინერულ სიმულაციებს ვატარებთ იქ ფიზიკის მიმართულებით, იქ აკუსტიკური, ანუ აქ რაც საჭირო არის იმისათვის ჟღერადობა წამოვიდეს, მაგის გარდა აქ ყველაფერი არის ქართული მოკლედ. კი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ის რა ქვია, აი მაგალითად, ანუ ჩვენი თვითონ საწარმო პროცესი ეხლა ეს სრულ უკვე დასრულებული პროდუქტი არის და შიგნით ანუ ყველა ეს დეტალი სათითაოდ ესე ვქოთ ყველა კომპონენტი მზადდება ჩვენს მიერ, ჩვენს საწარმოში, აი ეს დიზაინის თუ ეს როგორი უნდა იყოს, ამ დიზაინს გულისხმობ არა ვიზუალურ მხარეს, არა ინჟინერულ მხარეს რა. ეს ყველაფერი ჩვენი შექმნილი არის, ანუ ჩვენი რეცეპტია ესე რომ ვთქვათ რა, თავიდან ბოლომდე რა და რაც თავარია ჩვენ გავერთიანდით ამ ჩვენი იდეა გავერთიანეთ ქართული ნედლეულის გარშემო, მიზანი ეგ იყო რომ რაღაც ისეთი გამოგვეყენებინა. მაგაზე მინდა გითხრათ და მაყურებელსაც უთხრა რომ ბაზალტის ფირფიტები, რომელიც გამოიყენება ამ დინამიკში, დამზადებულია ბოლნისში მოპოვებული ბაზალტის ქვისგან, ხო სწორია? და ამ ხმის აკუსტიკის ინდუსტრიაში არის ერთ-ერთი ფლაგმანი. ესე არის თან ეხლა ბოლო წლებში, ბოლო 2 წელი არის ანუ რამოდენიმე უცხოურმა ბრენდმაც დაიწყო მსგავსი ბოჭკოს გამოყენება რა. და ამ ბოჭკოს ბაზალტის ბოჭკოს ნამდვილად აქ აკუსტიკისთვის საუკეთესო თვისებები რა და ალბათ ცოტა ხანში კიდევ უფრო ფართო გამოყენების გახდება რა. კიდევ ახალი დავამატეთ სამოხმარებლო. ან თავიდან დავიწყეთ ეს იყო უფრო აი B2B მიმართულება, სადაც ესე იგი როგორც ახსენეთ საკონფერენციო დარბაზები, ტაძრები ასევე შენობა ნაგებობები, სადაც დადგენილება 51 ეს რეგლამენტია შენობა ნაგებობის მოწყობის შესახებ. აი მაგ მიმართულებით ეს სადაც ეხება ეს დადგენილება დღეს თითქმის ყველა შენობა ნაგებობას ეხება. მაგ მიმართულებით ჩვენი დინამიკები შეგვიძლია გამოვიყენოთ წარმატებით და რატომ? რომ აი ეს ბაზალტის ბოჭკო, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ეს არის ცეცხლმედეგი, ესე ვთქვათ, რაც აი სწორედ დადგენილება 51 რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად აი ზუსტად რომ ანუ საუკეთესო არის ანუ სოფლიოში აი ამ სეგმენტში ნამდვილად ამიტომაც აქვს ესეთი დახასიათება რომ ხმის აკუსტიკის ინდუსტრიაში წამყვანი პოზიცია უკავია თვითონ ამ ჩვენს ნედლეულს, ქართულ ნედლეულს. ნიმუშები გავაგზავნეთ და ესე ვთქვათ მოწონება დაიმსახურა. ესე ნუ ცოტა ესე ახლო არაშორეული ესე ვიტყოდი არაშორეული მომავლის საქმეა, როცა ჩვენი პროდუქტი საექსპორტო მიმართულებებით ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ძალიან ამ დინამიკების გარდა თუ გააქვთ კიდევ აკუსტიკურ სისტემაში კიდევ სხვა მიმართულებაზე ფიქრი და თუ მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა თქვენს კომპანიაში? კი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებების განვითარება ჩვენი ესე ვთქვათ სამომავლო პრიორიტეტია და თვითონ ჩვენი კომპანიის საბოლოო მიზანი არის რომ აკუსტიკური მიმართულებით რაც შეიძლება მეტი სფერო ავითვისოთ რა, მათ შორის არა მარტო დინამიკები, მაგალითად მუსიკალური ინსტრუმენტები და მსგავსი სხვადასხვა მიმართულებები, რაც ზოგადად აი აკუსტიკა, ნუ ფართო სფეროა და იქ ბევრი რაღაც შეგვიძლია რომ და შრომატევადია ძალიან. მე როგორც ვიცი, ძალიან შრომატევადია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა მოერგოს გარემო პირობებსაც, ხო? კი ბატონო. თავარი არის წინასწარ ინჟინერული, ესე რომ ვთქვათ, გადაწყვეტები
და ჩვენ რაც გავაკეთეთ და პირველი აი 2020-ში ხომ დავიწყეთ 2020 მთლიანად 21-22 წელიც მოვანდომეთ ესე რომ ვთქვათ იმის ჩამოყალიბებას, გუნდის ჩამოყალიბებას, რომ ნებისმიერი ინჟინერული აი გამოწვევა, რომ ჩვენს მიერ ყოფილიყო რომ გაგვეკეთებინა რა, შესაძლებელი რა. და დღეს გვაყავს ის გუნდი ინჟინრების, რომელსაც ანუ საუკეთესო პროდუქტების შექმნა შეუძლია ნამდვილად რა. თქვენ თავიდან იცოდით რომ აი ბოლნისის ბაზალტი შესაძლებლობები ფართო იყო და ეს ინფორმაცია შემდეგ დამუშავდა უფრო პრაქტიკულად და ქონდათ ინფორმაცია რომ ასეთი მედეგი იყო აღნიშნული. დიახ, ესე იგი ჩვენ მოგეხსენებათ რუსთავში არის ესეთი საწარმო ბაზალტ ფაიბერსი რომელსაც თქვენ თანამშრომლობთ. დიახ, რომელსაც ჩვენ თანამშრომლობთ. უბრალოდ მათი წარმოების მიმართულებები ძირითადად, აკუსტიკას არ ეხებოდა მანამდე, უფრო ეს არის ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება და აკუსტიკის ნაწილში 2012 წელი იყო, როდესაც ჩვენ პირველად ვნახეთ ეს მასალა და მაშინ გავტესტეთ, ესე რომ ვთქვათ, აკუსტიკაში და იქიდან მოყოლებული უკვე ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ შეგვექმნა ეს პროდუქტი რა. რეგიონებიდან თუ გაქვს გამოხმაურება? რეგიონებიდანაც კი, მაგალითად დასავლეთ საქართველოში კი რამოდენიმე კარგი პროექტები გქონდა განმახორციელეთ. მით უმეტეს ჩვენი პროდუქტი, რადგან ესე ვთქვათ, გამძლეც არის, ბევრ სხვადასხვა გარემო პირობებს კარგად ერგება, საკმაოდ პოპულარული არის ამ მიმართულებით. აი სწორედ აი აქ სადაც აი ეგეთ პირობებზე, ანუ პირობებში უნდა იმუშაოს დინამიკა, აი მანდ ნამდვილად ფასი საუკეთესო გვაქვს, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის დაუშვათ იმპორტირებული ბრენდი ბევრად მაღალი ფასი ხასიათდება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ. კი ბატონო, მით დაუჭიროთ ქართულ წარმოებას და ქართულ პროდუქციას. მადლობა ძალიან დიდი ამ შესაძლებლობის